შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, როდესაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკა იქნება და აქ მოხდეს ჩანაცვლება ჭიათურმანგანუმისა, მაგრამ დღეს და ხვალ თქვენ ჭირდებათ ყურადღება, თქვენ გყავთ ბავშვები, თქვენ გყავთ ოჯახები, თქვენ გყავთ თქვენი პასუხისმგებლობა და თქვენ ვერ მიატოვებთ საკაურობას. კიდე გეუბნებით, სად უნდა წახვიდეთ? წასვლა ყველგან შეიძლება, მოდით ასე ვთქვათ, მაგაა სწორედ თავარი მიზანი, რომ როგორმე წახვიდეთ აქ. ამიტომ ჩვენ რომ რაციონალური საუბარი გამოგვივიდეს, თავრობა უნდა ვიფიქროთ, ესე გვექცევა თუ რაიმე კონკრეტული არის, სადაც თქვათ ამ პრემიერი გამოვიდეთ ჩვენ საკითხზე და პირდაპირ გავავრცელოთ, რომ თქვათ მაღაროელებს არ ეკუთვნის მაღარო, ანუ მსგავსი რამე. მოდით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ კუთვნილებაზე ვსაუბრობ, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ჭიათურმანგანუმი რაც იყო და ეხლა რაც არის ჯორჯიან მანგანუმი, მისი საკუთრება გარკვეულია. თქვენ ვინმეს თუ რაღაც შემოგჩათ აქციებისა, თქვენ მხოლოდ იმ მინორიტარული, ანუ მცირე აქციების მფლობელი იქნებით და როგორც ვიცი, არა გაქვთ არაფერი. ესე იგი, თქვენ დღეს საუბარი იმაზე, რომ თქვენი საკუთრებაში გადავიდეს, ეს იურიდიულად ახლო მომავალში წარმოუდგენელი. ამას უნდა მოყვეს ისეთი სასამართლო ძალები, რომელიც როდის რა დამთავრდება, ღმერთმა იცის. მე როგორ უყურებ ამ საქმეს, რომ მინდა თქვენ აი პრაგმატულად შესანიშნავი ხალხი ხართ, სახელი გეტყობათ, რაც ახართ, ზემო იმერლები ხართ, ქართველები ხართ, სულით, გულით და მეც თქვენი ერთ-ერთი რომიტყვიან თანამემამულე ვარ. ყველაზე დიდი კოლომისკის თქვენ ვერაფერს ვერ მიიღეთ. გამორიცხულია. ის არ არის ის კაცი, ვინმეს რო ელაპარაკებოდეს, თავისი უბედურება, უკრაინისტვის უბედურება ის და ჭიათურმანგანუმისთვის მით უმეტეს უბედურება. თავარი ღერძი უნდა იყოს მიმართული იმითკენ, რომ საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ვალდებული ამის გაკეთებისა, რატომ? დავანებოთ თავი ჭიათურმანგანუმს როგორც წარმოებას. ეს არის ქალაქი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში. აქ არის ქართველები, რომელთა ოჯახები აქვს. რა ელის ამ ოჯახებს? ყველაზე მთავარი ჩამოაყალიბეთ ზუსტად, თუ თქვენი პრობლემები არ იქნა მოგვარებული, რა გელით თქვენ ამ ქალაქში? ძალიან ცუდი პერსპექტივა. ქალაქს დაცლა ემუქრება. ესე იგი, ჩვენი მთავარი ზეწოლის მექანიზმი არის მთავრობა, ის არის აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ უნდა უთხრათ, რაც უპირებთ საქართველოს მთავრობა ამ ქალაქს. დავანებოთ თავის წარმოებას. რაც უპირებთ? არ ერევა ბაზარში, არ ერევა კერძო სექტორში, მაშინ ჩვენ უნდა უთხრათ, მას რომ ის უპასუხისმგებლო ადამიანია, იმიტომ რომ ვინ მიცა იმის უფლება, რომ ქალაქი, ერთ-ერთი ქალაქი, მონოწარმოებაზე აგებული ქალაქი, ბაზრით სტიქიაც მიანდოს და რაღაც სისულელეები გვითხრას, ოსორია. ესე იგი, მთავარი არის კარგად ჩამოყალიბებული ემოციის გარეშე, რაც უპირებთ მთავრობა ამ ქალაქს, რაც გიპირებთ ათასობით ადამიანს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ, ჩვენ რაც შეგვეძლება ყველანაირად. მოდი გამოვურთე და პირდაპირ და ჩვენ უნდა მივიღოთ სოციალური პასუხისმგებლობით გამშვალული პასუხი. რა ბედი ელის ჭიათურაში მცხოვრებ ათასობით ოჯახს. მაგ იყო ჩვენი სიმსივნობის მიზეზი ზუსტად. თავრობის პასუხისმგებლობა. მე კიდე გეუბნები, მე რატო გეუბნებით, მე გითხარით, მე ჭიათურმანგანუმი ბუღალტერიის დონეზე ვიცი და აბსოლუტურად მთელი ჭიათურის რაიონი ვიცი. რაც არის, რა პრობლემებიცა, სადაც არის, ყველა მაღარო ფეხით ამაქვს დავლილი, რომ იცოდეთ, ასე რომ არაფერი ახალი ჩემთვის არ არის. 95 წელს რაც იყო უბედურება, კიდევ უფრო უარესისკენ არის, წასული და არაფერი მოგვარებული არ არის. ესე იგი, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა ელის ჭიათურაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს და ათასობით ოჯახს, მათ შორის ბავშვებს. მეორე, ამ
ზეწოლის მიმართულება არის საქართველოს თავი. აღმასრულებელი სტრუქტურა არის მთავრობა. სხვა ვერაფერი ვერ იქნება. ნუ საკანონმდებლო დონეზე იმ პარლამენტის შემკურე, რასაც თქვენ უყურებთ, იქედან რაიმე ინიციატივა და პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდება უბრალოდ. ამიტომ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ. ერთადერთი შემსრულებელი, აღმასრულებელი რგოლი დღეს საქართველოში არის საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას ძალზე დეტალურად რომ დაუდებთ პრობლემებს, აი ესა პრობლემები. ამდენი 1000 კაცი, ამდენი ბავშვი, პრობლემა სამსახურისა, პრობლემა ქალაქისა. მოდი, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. არაფერი არ გამოგვიძებთ, გადაწყვეტეთ, აბა ეხა ხო არ დაიხოცებით. თუ აქ არ გამოგდით, არაფერი სადღაც უნდა წახვიდეთ და რა რჩება ამ ქალაქში? არაფერი. ესე იგი გამოდის, რომ ეს უნდა გაპარტახდეს. ესე იგი საქართველოს მთავრობა აცხადა სახმობას ამ ქალაქის დახურვას. საქართველოს მთავრობა ამაში არ ჩაებნება. გამოდის, რომ ის მზად არის ქალაქი ჭიათურა აქციოს ნანგრევები. თქვენ კარგად იცით, მეც კარგად ვიცი, როცა მე ვიყავი აქ შემოწმებაზე, ველური თხრები იყო და თქვენ კარგად იცით, რომ მიწის ზედა დაპირილი დამუშავება რომ მოხდეს მოსახლეობა უშლის ამას, ხო? სოფლებია, ჭიათურაც ისია, ესე იგი ზუსტად. გასაგები, ყველა დავლილი მაქვს, სადაც კი არის, ესე იგი თუ თქვენ მალე წახვალთ აქედან, მით უკეთესი, მაშინ კომპანიისთვისაც კაია, ვის უკეთესი ვისთვის? კომპანია კოლომოისკის. კოლომოისკისთვის, რა თქმა უნდა, მაშინ მას არ დაჭირდება დიდი მაღაროების თხრა, მაფიოზებისთვის. მაფიოზებისთვის. დაამუშავებს ყველაფერს. წვეკარი იდეა. 100% სიმართლეა. 100% სიმართლე ჩვენს მაგას. ესე იგი, მაგას ვებზით. მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის ჩვენნაირი მოქალაქე და გულშემატკივარი, იმიტომ რომ მე ჩამოვედი ზუსტად როგორც გულშემატკივარი და არა როგორც სხვა ფუნქციის ადამიანი. იმისთვის რომ შედეგი მივიღოთ და მე მგონი უნდა მივიღოთ, რატო? თუ მთავრობა გვეტყვის ჩვენ, რომ ჭიათურა მას არ აინტერესებს, ჭიათურა როგორც ქალაქი შეწყვეტ საცრებობას, ამიხსენით ერთი, როგორ უნდა იარსებოს ჭიათურაში ჭიათურელებმა, რამდენი მასწავლებელია სკოლის? რამდენიმე 100 კაცი. მინიმალურია ძალიან. რამდენია მერიის თანამშრომელი? კი ბატონო. ბაღი ესენი, ხო? ამად გარდა 15%-საც ვერ შეადგენს დანარჩენი ეკონომიკურად შემოსავლების შემოსავლების გარეთ. ესე იგი, თუ ამაზე ღია პასუხი არ იქნება და თქვენ მთავრობა გეტყვით იმას კიდევ გაიმეორეთ სისულელეს, რომ ბაზრის მოქმედებაში არ ერევა და კერძო სექტორის საქმიანობაში არ ერევა, მაშინ თქვენ გეცოდინებათ რასთან გაქცა. ჩვენ ყველას გვეცოდინება, იმიტომ რომ მეც და თქვენც, მე უნდა გადავდგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც თქვენთან იქნება შეთანხმებული. და თქვენ თავარ მიზანს იქნება მომსახურებული. მე ჩემი დამოუკიდებელი მიზანი ის არის, რომ კარგად იყოს ეს ქალაქი და იცხოვროს და გამიტარდეს ზღაპარია, ხო? ეს ქალაქი კი არა ზღაპარია. სილამაზის თვალსაზრისით, ნუც ხალხის თვალსაზრისით, ზემოიმერლები ცოტა სხვანაირი მომართული ხალხია, ძალიან კარგად მომართული ხალხია. ამიტომ აი ეს არის დიდად რო არ შეგატეხოთ, მე თუ რაიმე კითხვა მითხარით, თავარი გონიერი, გამიზნული ემოციის გარეშე პრაგმატული ნაბიჯები, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საკუთარ ქვეყანაში თავრობა რაც უპირებს 6-დან ერთ-ერთ ერთი და თუ ჭიათურაზე თავრობა უარს იტყვის, მაშინ სხვა ქალაქებს რა გარანტია აქვს, რომ მათზეც არის? თუ ჭიათურაზე მთავრობა ვარს იტყვის, ეს იქნება წინვალე მისი მხრივ, წინვალე გაჩიფრა საკუთარი თავისა, რომ იგი ჭიათურის შემდეგ სხვას მიაბდება. მე ასევე ზუსტად ვიცი და ყველა შახტაში ზესტაფონი მე გეტყვით თქვენ 95 წელი იყო, როცა ამერიკიდან ჩამოვიდა დელეგაცია, მე მთხოვეს მაშინ გუბერნატორმა და ვიყავი მიმაგრებული და
მთელი 2 დღე არ მოცილებია ფაქტიურად და იმ ხალხმა მითხრა იმისთვის რომ თქვენი ხელისუფლება დარწმუნდეს ვინა ვარ სიეტრელში ჩამოვიდეს მათ რა წინადადება ჰქონდათ წინვალე წინადადება შემოსულიყვნენ ზესტაფონში და ჭიათურაში ერთდროულად გადმოეტანათ ყველაფერი ის ტექნოლოგიები რაც არის და საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ არ შემოუშვა ისევე როგორც ავტოქარხანაში არ შემოუშვა მერსედესი რომლის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვახდი მთელი დღის განმავლობაში და მას უნდა იქ სერიოზული კვანძები გაეკეთებინა მე ვარ როგორც ისტორიული ამბების პირადი მონაწილე გეუბნები ამიტომ ვინ ყოფილა მტერი ჩვენი ქვეყნის ამიტომ მე შემიძლია გითხრათ ემოცია არაფერში არ გამოგვადგება თქვენ იტანჯავთ ეხლა თავს რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი ახლა ვინმე თუ მეტყვის აქ ყოფნით და ამ შიმშილობით თქვენ კარგად გძნობთ არა ეს არის თქვენი დასჯა ნახეთ პატივცემულო რაშია საქმე პირველივე დღიდან პროტესტიდან მაღაროელები არ ამბობდნენ ესეთ რამეს მათ შორის დაჭერილი ბიჭები მათ შორის მოშიმშილეები შიმშილობა დაიწყო ერთი მოთხოვნით რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩვენთან დაჯდეს სასაუბროდ აი საუბარი იყო ყველაზე მეტი ჩიხი გამოიწვია იმან რომ ჩვენ გვჭირდება გარანტიებიო პირველივე დღიდან 2 თვენახევარი გადის მეტი არაფერი არ უთქვია ამ ადამიანებს რომ ჩვენ აქ ვიცით რა არის პრობლემები აი თქვენ რასაც საუბრობთ ეხლა ეგ პირველივე დღიდან ეგრე გვაქვს გაჟღერებული რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო გარანტიებიო სახელმწიფო არის ჩვენი ბატონ-პატრონი სახელმწიფოა ჩვენი ესე ვთქვათ მამა დედა კეთილის მსურველი და კომპანიას რომელსაც ვენდეთო წლების წინო შარშანო შაშანწინო არ შეასრულა ისევ უმუშევარი დავრჩით ისევ ბანკის ვალებთან დავრჩით ისევ მენეჯმენტმა ვერ გაამართლაოდა ეხლა რომ რაღაცები უნდა დალაგდესო და პირობითად დაიწყოს მუშაობა არა აქვს ამ ხალხს იმის პრეტენზია რომ ის იყოს და ის არა ვინც მოვაო ამ ესე ვთქვათ საუბარში გადაწყვეტაში ესე ვთქვათ რაღაც ჩამოყალიბებული ხო არის რაღაცაზე რომ შევჯერდით ამაზე იყო სახელმწიფო ჩართულობა ოღონდ ამ ჩართულობაში და ამ სამხრივ კომისიაში ჩვენ დავჯდეთო პროფკავშირი კომპანია და სახელმწიფო კი არაო მარტო ჩვენც ჩავხვდეთო 2-3 მშრომელი ადამიანი ვინც ვიცით პრობლემებიო ჩვენი ყურით მოვისმინოთო და რაღაცაზე რო შევჯერდებითო იქ იყოსო ისეთი ბეჭედი დასმულიო სახელმწიფოს მხრიდან რომ ამას ვიღაცა თავისნებით არ გადაუაო არც იმ სიტყვასო და არც იმ ხელმოწერისო აი ეს იყო მთავარი მიზანი და მოშიმშილებიც ეხა შიმშილობენ ერთი მოთხოვნითო სახელმწიფო დაჯდეს ჩვენთან სასაუბროთ რომ ვაცოდინოთ რა არის პრობლემა ვაცოდინოთ გამოსავლის გზები და როცა შევჯერდებით კომპანია და სახელმწიფო რომ აი კომპანიის წარმომადგენელი თუნდაც ეს მენეჯმენტი ამბობს რომ მე ვიღებ პასუხისგებლობას რომ აქ 3600 კაციდან 2500 კაცს დავასაქმე თუ ის ამბობს რომ მე 1000 კაცზე მეც ვერ დავასაქმებ უკვე პრობლემა არის იმიტომ რომ 2500 ადამიანს ასუშვებით ხო ეს იმხელა ციფრია მაგრამ პირველივე დღიდან ამბობენ ეს ადამიანები რომ ყველა მომუშავე მანდ არ არის ყველა საჭირო მანდ არ არის ჩვენც დაგეხმარებით იმ ხალხის გაცხრილვაში ვინც ვერ იღებს დოვლათის შექმნაში თავის წვლილს ვინც არის გაბერილი შტატები ვინც უაზრო დიდ ხელფასებს იღებს თორე რამე საწინააღმდეგოს კი არ იძახოდნენ ან სახელმწიფო საწინააღმდეგო კი არაფერი ყო უბრალოდ გვინდა ჩართულობა იმ დონეზე რომ მინისტრის მოადგილემ კი არ გადაწყვეტოს ან რომელიღაცა სამინისტროს მოადგილემ იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილებები შარშანწინაც იყო და არ შესრულდა მოეწერა 14 პუნქტიან ხელმოწერას შეთანხმებას ხელი რომელიც 14 პუნქტიდანაც დაახლოებით 70% არ შესრულდა და ერთი წლის თავზე კომპანიამ თქვა რომ დათხოვნილები ხართო ამის პასუხისგებლობას ვერავინ ვერ იღებს იმიტომ რომ ეს ხალხი ისე უმუშევარი დარჩა ისე ბანკებთან დარჩა და ზუსტად ეგ არის მიზანი სახელმწიფოსი ჩვენი რომ ჩვენ ვამბობთ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები თქვენ ხართ ის ძალაუფლება ვინც ამ ბიზნესს მე ეტყვის რომ ჩვენ რო შევთანხმდით კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს ყველაფერი რო შევთანხმდებით რაღაცაზე როგორ ვაპირებთ მაგალითად მუშა პროცესის გაგრძელებას იქ ხო არის თავის დროზე შეიძლება არასწორად გაიცა ის ლიცენზიები მაგრამ იმ ლიცენზიაში წერია რომ მაღაროების გარეშე მოპოვება არ უნდა იყოს ჭიათურაში ეხლა თუ ვიღაცას იქ თავისი რაღაცა ინტერესები დაულაგდა ამ ხალხმა უნდა იცოდეს რა ინტერესები დაალაგდა
თუ ვიღაცა პირდაპირ იძახის რომ მე არ მჭირდება პენსიონერები, ხო? ეს გაცხადებული უნდა იყოს, უნდა იცოდეს ამ ადამიანებმა რომ ჩვენ რამდენი ვრჩებით უმუშევარიო და თუ ეს ციფრი არის მინიმუმ 50-60%, ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში როგორ კაცო რას უშვებით ამ 2000 ადამიანს, ამ 2000 ოჯახს ჭიათურაში. იმიტომ რომ ეს 2000 ოჯახი 200 ხო არ არის რომ ვიღაცა უცებ წავიდეს სხვაგან ნახოს ან აქ ამ ქალაქში დასაქმდეს ან თბილისში ან საზღვარგარეთ 2000 ადამიანი არის პლუს ოჯახი. აქედან გამომდინარე ვიღაცას რაღაცა ხომ უნდა კონდეს გეგმა და თუ ვინმე მოდის აქ გეგმი არ მოდის სწორად და ისევ დაჯდნენ დღეს ახლა დგას საკითხი რომ გადავწყვიტ ეს ჭიათურის ბედი დაალაგდა მუშაობას ვიწყებთ მაგრამ არავის არ გამოუტანია გარეთ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. არა ხალხისთვის მუშა დასაქმებულებისთვის არა უხსნიათ ან რა კონკურსი იქნება ან რამდენი დასაქმდები ან გარანტია ვისგან იქნება უბრალოდ კომპანიამ გადაწყვიტა ერთ-ერთმა ახალმა მენეჯმენტმა და იმ ახალმა მენეჯმენტმა რო თქვას ისევე 5 თვეში ან 1 წელში რომ ვერ გაამართლა 100 არ მოხდა ანუ ამისი პასუხისმგებელი არავინ თუ არ არის რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს და ხელისუფლება ჩვენ იმას ვიძახით რომ ხელისუფლება უნდა იყოს ამისი გარანტორი. ხელისუფლებას პირიქით ვაძლევთ ჩვენ იმის ლეგიტიმაციას, რომ თუ რამე ბერკეტი გაქვს, ჩაერია, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ბიზნესი. პირიქით ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები. და თუ სადმე არ გეწიფება, რომ ჩაერიო რომელიმე ბიზნესში, ხალხი გიდგას შენ ზურგს უკან და ხალხი გიმაგრებს ზურგს, რომ ჩაერიე რა დონემდე შეგიძლია, რომ გარანტორი იყოს აქ და იძულებული გახდეს კომპანია, რომ სწორად მართოს. სწორი მენეჯმენტი გაატაროს, ხარჯები დააბალანსოს და ამ ყველაფრის ფონზე აუცილებლად იქნება ჭიათურა მომგებიანი. ჩვენც გვესმის რომ ეხა 3600 კაცი გაბერილია. ეს ბიჭები მაგას იძახიან, ის დაჭერილი მერაბსარალიძე მაგას იძახო და პირველივე დღიდან რო აქ არის ბევრი წურბელა, ბევრი შემოგდებული, გადაჭედილი კადრები და ზუსტად გაწოდინებთ თქვენ თუ არ იცით, მაგრამ ეს კადრები კი უნდა ჩამოვიდეს 1000 კაცზე და 1500 კაცზე. იმიტომ რომ უბრალოდ 3-4 მაღარო გაიშვას და დანარჩენი ღია კარიერით გადავთხარო. და ხელისუფლება რომელიც ახლა ზრუნავს თავის ხალხზე, ზრუნავს თავის ქალაქზე, ეს როგორც თქვენ თქვით ახლა ჭიათურა არის ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი. და თუ არ უნდათ რომ გადაითხაროს რეგულაციებში ხომ უნდა მოექცეს. იქნება და მოდის ის ადამიანი, ის ახალი ინვესტორი ამბობს რომ მე რეგულაციებით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ არსად არ ჩანს რა რეგულაციები. და თუ არის ეს რეგულაციები და თუ არის რაღაცა ჩარჩო სამოქმედო გეგმა, ამაზე ვინ დაატყავს ბეჭედს? მინისტრის მოადგილე რო შეიცვალოს, მაგით მე ვის მოთხოვენ ეს ხალხი პასუხს? ამ ქალაქის მაცხოვრებლები რო ამბობენ რაღაცა ცოტა გაჯანსაღდეს, რაღაცა შეიქმნას ალტერნატივა ამ ქალაქში. ამისი გარანტორი უნდა გახდეს უმაღლესი ხელისუფალი. და ჩვენ გვინდა იმათთან დაჯდომა და უთხრათ, რომ აი ეს არის პრობლემა და ეს არის გამოსავლის გზები და დაგვეხმარეთ, დადექით ჩვენ გვერდში. ზეწოლა კი არ გააკეთე და პანჩური კი არ ამოარტყე. უბრალოდ იცოდეს რომ თუ არ გააკეთებ სწორად კურსი აგიწევ ხერს, იმიტომ რომ უკვე ჩემთან გაქვს შენ ხელმოწერა დადებული და ჩემთან ხარ შენ ანგარიშვალდებული როგორც ხალხთან. უბრალოდ ეხა ეს ერთი ქარხანა არის და 3600 კაცი ყავს და ვერ ჩავერევი. ეს ხო არ არის ქარხანა, ეს არის წიაღისეული. აქედან კი არაფერს ქმნიან, აქედან მიაქვს. და ეს არის მთელი ამ ყველაფრის არსი. და შიმშილობაც ეს ბიჭები შიმშილობენ რომ უმაღლეს ხელისუფლებთან დაჯდეს ჩვენიდან ვინმე და მოისმინოს ჩვენი პრობლემები. მეტი კი არაფერი. შიმშილობით ციხეში ზიან ბიჭები, 4 ბიჭიდან 2 შიმშილობს. პირველივე დღიდან გამოაცხადეს შიმშილობა და თქვენ ესეთი რამე რომ ჩვენ შიმშილობთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით რომ ხელისუფალი დაჯდეს გარეთ დარჩენილ მშრომელებთან სასაუბრო. მეტი არაფერი ის კი არ ვთქვათ რომ გაგვათავისუფლეთ და ასევათ და ისევათო. კიდევ ის მოთხოვნა თქვენს რომ ხელისუფლება მოაქციოს სწორად ყურადღება, ის კი არა რომ სამხრივი კომისია და შრომელების გარეშე გადაწყვიტონ ისე ყველაფერი. გასაგები. ამის არსიც ეგ იყო თავად. ესე იგი, რაც მე ახლა მოვისმინე, ითხრათ სიმართლე ამ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული ხალხი ასე კეთილგანწყობილი და ამხელა პასუხისმგებლობით იყოს საკუთარი ხელისუფლების მიმართ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს თქვენ ღირსებაზე და მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც იმ ზემო იმერლობას მივაწეროთ. მე შვაიმერელი ვარ, მაგრამ მაინც იმერელი ვარ. ესე იგი, ასეთი განწყობის ხალხს უყურადღებოდ მოექცე
ნიშნავს, რომ შენი თანამოქალაქე არაფრად არ მიგაჩნია. სასწაული პოზიცია გაქვს. ერთადერთი სწორი პოზიცია აქ იმისთვის, რომ ხელისუფლება მიიღოს სწორი და შეწონილი გადაწყვეტილება, თუ გნებავთ უკრაინული ფულმის მიმართ, პირველი რაც არის, უნდა გაიხსნას ყველაფერი და სპეციალური აუდიტი უნდა ჩატარდეს მთლიანად წარმოებდეს. იმისთვის, რომ არ იყოს საუბარი ამდენი კაცი იქნება, იმდენი კაცი იქნება, წამგებიანია, მომგებიანია, სრული ფინანსური ანალიზი ჩატარდება, სრული ინვენტარიზაცია ჩატარდება, რა სამუშაო ადგილებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის შემდეგ თუ საჭირო იქნება საქართველოს მთავრობამ სწორად ამოქმედოს, რა თქმა უნდა, მესამე და მეოთხე მოადგილის დონეზე ალაპარაკებს ვინმე სამსავი საქართველოს მთავრობა უნდა მიიღოს დადგენილი. ჭიათურ ქალაქ ჭიათურასთან პირველ რიგში და შემდეგ უკვე ამ წარმოებასთან. არაფერი არ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ექსპროპრიაცია მოხდეს და არაფერი, შეიძლება ცივილიზებურად გამოიწყიდო ის ხარჯები, აუნაზღაურო იმ ფირმას, რომელიც შემოსულია, თუ რაიმე ხარჯები აქვს, მე არ ამგონია ხარჯები კონდეს რაიმე. და მიიღო შეწონილი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ეს არ მაინტერესებს. თქვენ თუ მიახლოებით იცი. დაახლოებით თვეში რამდენ მარგალეთს აწარმოებთ? წელიწადში არის მინიმუმ 400,000 ტონა გეგმით, მაგრამ რეალურად ბევრად მეტია ნაწარმოები. ბევრად მეტი. ასევე არის რას ქვია ბევრად მეტია? და აღურიცხავი იქნება. და აღურიცხავიც ხდება. გვაქვს მონაცემები. და მე მთავრობას თუ აქვს ეს მონაცემები და მივაკვირთ ამ მონაცემებს, ირკოლოვოისკის აკაც დაიჭერეთ, მარტო იქი არ დაიჭერეთ. არ დაიჭერეთ. გვაქვს 1 ნოემბრიდან ჩვენ გავჩერდით, სამთო წარმოება გაჩერდა. არ დაიჭერენ და ესე იგი თვითონ იღებენ. სპეციალური მართვის რეჟიმიდან ეჭვს არ მეპარება. 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე ჯორჯიან მანგანეზმა კოოპერატორების ხელით მოიპოვა, გავეცხა, შეისყიდა და გადააგზავნა ზესტაფონსა და რუსთავში 70,000 ტონა მანგანუმი. 40%-იანი ხარისხით, 50%-იანი ხარისხიანი რუსთავში 40%-იანი. ანუ მაგარები გააჩერდა. მაგრამ და ამ დროს ამბობს, რომ ნულოვანი მოგების ხარჯზე მე 60%-ს ვიხდი ჭიათურაში. ასევე ანუ იქედან იხდის კიდე მოგებაში რჩება. კიდე გამადის. მაგრამ სასაცილო აქ იცით რა არის? რომ ისე გაიტანა კერძო პიროვნებები მეწარმეებისგან ეს არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია ამ მეწარმეებთან, მიცემს ლიცენზიით გათვალისწინებულ რაღაც მიწის მონაკვეთს, მოთხრიან, გარეცხავენ და ამას ჩააბარებენ ტონა პროცენტს $2. და ისე წაიღო ეს მანგანუმი, თანხა არ დაუტოვებია. და ესეც ჩვენ რო უკვე 20 თებერვალიდან ქუჩაში გამოვედით, იმიტომ რომ 2 თვის ხელფასი არ დაურიცხია, იმ 60%-ისაც კი და ბანკებმა შეჭამა ხალხი და ფაქტიურად მაღაზიების ნისიებმა შეჭამა ხალხი და გახდა იძულებული ქუჩაში გამოსულიყო. მანამ 23 იანვარს, როდესაც კიდევ ერთი მორიგი ხელფასის დაგვიანება იყო, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ქალაქის მერიას და მოახსენეთ, რომ ქალაქში იძაბება სიტუაცია, ხელფასების დაგვიანება იწვევს პრობლემებს, კომუნალურების ვერ გადახდას და ასე შემდეგ. და ვიდრე დიალოგის რეჟიმი შესაძლებელია და მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ჭირდება სასწრაფოდ იმ ხელმომწერი ადამიანებთან შეხვედრა, ვინც 4 თვიან გაჩერებაზე კომპანია მოუწერა სახელმწიფოსგან ხელი. შეგვირდა შეხვედრას, გადაიდო ერთი პირით, 2 პირით, შემდეგ ერთი თვით და ბოლოს უკვე 27 თებერვალი იყო, უნდა შეხვედროდნენ და მოიმიზეს და დასავლეთში დიდ თოვლობა მოვიდა და იქ მივდივართ საშველად. ანუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გახდა უმართავი სიტუაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დარიგდეს აუცილებლად ხელფასები, განულდეს ნამატი საპროცენტო განაკვეთი ბანკებისგან. რადგან თუ ხელფასი დარიგდება და ბანკი ამ ყველაფერს წაიღებს, ისევ მშიერი დარჩება ჭიათურა. გარდა ამისა, კარგად აღნიშნეთ თქვენ, თუ ჭიათურაში ხელფასი არ რიგდება, შია ყველას. მაღაზიის გამყიდველ საათს, ყველას აბსოლუტურად. ის მასწავლებლის პედაგოგის აღებული ხელფასი, ბაღის თანამშრომლის აღებული ხელფასი თუ მარშრუტის მძღოლის აღებული ხელფასი საერთოდ არ ნიშნავს არაფერს და მათ შორის არც
კერძო მეწარმეებს, ანუ კოოპერატორების აღებული დარიცხული ხელფასები, რომელიც არც მოხდა იმ ზამთარში 70000 ტონა ისე გაიტანა კომპანია. ამიტომ გახდა იძულებული ხალხი და ქუჩაში გამოვიდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასები, ჩვენი მოთხოვნა იყო რომ ბანკებს მიეხედა გრძელვადიანში უკვე რახან უკვე გამოსული იყო ხალხი და ეს არ იყო პირველი 2019 წელს, 2023 წელს ორი აქცია ჰქონდა, 19-ში ერთი, 24-ის ნოემბერში კიდევ აქცია ჰქონდა, 25-ში კიდევ და დავაყენეთ უკვე ამ კომპანიის არა CMC ჯგუფის ჯორჯიან მანგანეზის ამ ქალაქში არსებობის საკითხი. სწორია. რადგან ისა თავი. ყოველწლიურად რახან ესე ამშევს და პრობლემებში ტოვებს და ბანკის ვალებში ტოვებს და შემდეგ ეს პროცენტები უკვე იზრდება და ძირ თანხას რაც ვისესხენ ბანკიდან 3-ჯერ და 4-ჯერ ასრებს, მე აღარ მიღირს უკვე აღარც მაღაროში მუშაობა და აღარც იმ ბანკ უკვე შემჭამა ბანკმა. ჩემი ხელფასი ვეღარ წდება ბანკის ვალებს, ამიტომ ამ დღეში მე ჩამაგდო კომპანიამ, რომ მე სესხი გავაკეთე ხელფასის საფუძველზე და არ გახდა სტაბილური ეს ხელფასი და ჩამაგდო კომპანიამ ამ დღეში, ამიტომ უკვე მეოთხეთ რახან მომატყვა მე ჯორჯიან მანგანეზმა კეთილი იმებოს და წავიდეს აქედან სახელმწიფო გახდეს პასუხისმგებელი, მოხდეს ნაციონალიზაცია სახელმწიფოსა და მუშათა კლასის მმართველობით, მოხდეს ამ კომპანიის მართვა. ასევე გქონდა დაყენებული ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა მომავალი დასაქმების გეგმა ჭიათურაში, რადგან ეს მანგანუმი ამოიწურება აუცილებლად, არ იქნება ეხლა თქვენ როცა ბრძანდებოდით, მაშინ იყო საკმაოდ ბევრი, ამ 20 წელიწადში უკვე 30 წელიწადში უკვე საკმაოდ გაღარიბდა და 20 წელიწადში ძალიან გაღარიბდება. და აღარ იქნება ერთ დღესაც ჩვენ შვილებს თუ შვილიშვილებს აღარ ექნება და ალტერნატიული სამუშაო ადგილი და სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას ამ დოვლათმა და ის რომ 1 მილიარდის ყველაზე ცუდი წელიწადი იყო შარშან 2024 წელი ჯორჯიან მანგანეზისთვის ექსპორტის იმაში საქართველოში მეორე ადგილზე გავიდა და 1 მილიარდი ლარის ექსპორტი განახორციელა სილიკონ მანგანუმის და ფერომანგანუმის და ამხელა წარმოების მიუხედავად ჩვენ მაინც გაგვაჩნდა, მაინც კრიზისში ვარ იძახის და ამიტომ ვალდებულია რომ დატოვოს კომპანია. ასევე გვინდა რომ 5% დატოვოს ქალაქში ამ 5%-იან ფონდს მართავდეს კერძო სპეციალისტები და არა მერია. ქონდა მაგაზეთ დავა მერიაში რომ ჩვენ გვირიცხავს კომპანია ამ თანხებს და თქვენ რაღაც ითხოვთ რა წილში შედიხართ, მერიასთან ჩარიცხული თანხები არსად არ ჩანს. აყრიან ამ ქვაფენილს, აქ რაც არის დააგებენ ახალს, დააგებენ ბეტონის გზას, რომელიც კიდევ იქ გარიგებებია 1000 მთელი ამბები, ქალაქს არაფერი არ ეცხება აბსოლუტურად და ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება. პარკს გააკეთებენ აგერ სანატორიუმში, რომელიც ერთ წელიწადში დაინგრევა, იმიტომ რომ არ არის გეგმა და შესწავლილი ნიადაგი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური სამუშაო ალტერნატიული გარემო. და ამ ფონდში ვხედავთ ამ სამუშაოს შექმნის აუცილებლობას და შესაძლებლობას და ასევე ეს ფონდი უზრუნველყოფს მომავალი თაობის განათლებას, უმაღლეს განათლებას, რადგან ჭიათურელ მაღაროელს არ აქვს იმის საშუალება, რომ ოჯახიც არჩინოს, პარალელურად ბინა იქირაოს თბილისში თუ სადაც იქნება და სწავლის თანხაც გადაიხადოს. ეს ფონდი ამის შესაძლებლობებს იძლევა, ნამდვილად არის ამის რესურსი, უბრალოდ ჭირდება მზაობა და კეთილინება როგორც მთავრობისა, ასევე კომპანიის. ესე იგი, თქვენ ახლა ჩამოაყალიბეთ ის, ვისი ჩამოყალიბებაც მე ვფიქრობ, რომ არც ეკონომიკის სამინისტროს აქცეთ თანამშრომელს არ შეუძლია და მათ შორის თავშიც არ მოუვა. თავშიც არ მოუვა. ეს არის ის, როცა ამ ქალაქის შესახებ დღესვე უნდა იქნას დაწყებული უახლოეს პერსპექტივა თუ როგორ ჩანაცვლდება ჭიათურ მანგანუმი აუცილებლად როგორ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების რა დარგები განვითარდება რაც თქვენ თქვით პროფესიულ დონეზე არის ძალიან კარგად გაკეთებად ერთადერთი რაც ამას ჭირდება არის პოლიტიკური ნება ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური ნება დავივიწყოთ კოლომიისკი ეს ქვეყანა საერთოდ დიდი ბოდიში და ცალფერზე კიდია 70000 ტონა ხო გაიტანა 4 თვეში საბაზრო ფასით ხო გაყიდა გადაამრავლეთ ახლა ის და მიიღო თუ არა სერიოზული მოგება მიიღო 2 მილიარდამდე არა
ამიტომ მოდი ასე გავაკეთოთ. რაც თქვენ თქვით, წავიდეს, მოვიდეს არა. თუ თავრობა იღებს შეწონილ გადაწყვეტილებას, ეს გაუშვათ და არ არის საუწყებელი ნაციონალიზაცია, ახალი კონკურსი გამოაცხადოს უკვე ისე რომ კომისიაში თქვენც იყოთ და იყოთ რაც შეეხება სააქციო საზოგადოებას, თუ სააქციო საზოგადოება სწორად იქნება აგებული და არა ქართულად, თქვენ ყველას გეკნებათ საშუალება მართვაში მიიღოთ მონაწილეობა. მერე რა რომ მინორიტარული აქციონერები იქნებით, თქვენ ხო ინფორმირებული იქნებით იმ წლიურ შეკრებებზე, იმ ანგარიშებზე, ყველას დაგირიგდებათ, გეცოდინებათ ყველაფერი. ამიტომ ეს საქმე გადასაწყვეტი არის საქართველოს მთავრობით, იმიტომ რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ ორგანიზაციის კარგად ყოფნას. ეს ეხება ჭიათურის მომავალს. ამიტომ თქვენი პოზიცია არის გასაოცარი, მე მიყვირთ რა ხალხი ზის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, როცა თქვენ დაგინახავთ, დაგელაპარაკებათ და ის რაც ეხლა თქვით მოისმენთ და წავა და ყველაფერს დატოვებს. ესე იგი ჩვენ მაშინ უნდა ვიცოდეთ სერიოზულად. არის სლები, ყველაფერი სწორად უნდა დავიცოთ. ჩვენი ადრესატი არის ამ საქმის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო. მან უნდა შეიმუშაოს ყველაფერი და წარუდგინოს მთავრობას დასამტკიცებლად. მე პირობას გაცნობ თქვენ რომ რაც კი შემეძლება, მე გაოცებული ვარ ეხა არ მიყვის თქვენგან, მაგრამ ასეთი კეთილგანწყობით იყოს მთავრობის მიმართ ხალხი, რომელიც უზარმაზარ პრობლემებს შეძნეობის მაგარი კულტურის, მიხდით მაგარი შინაგანი კულტურის ხალხის აქციები. ეს არ არის ვიღაც ახირებული მოშიმშილე, რომელიც ესე იგი რაღაც ვიღაცის პოლიტიკურ გაკვეთებს ასრულებს. თქვენ ხართ ღირსეული ხალხი, ღირსეულად ლაპარაკობს და არაღირსეულად გექცევია. ვერსად ვერ ნახავთ სამართალს უკრაინაში. ჩემტერს რაც ხდება კოლომიისკის თან სამართლის პოვნა. აქ მის დაქირავებულ ფირმებთან არაფერი არ გამოვა. ადრესატი არის საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო. მე რაც შეიძლება ყველგან გავავრცელებ ამ თემას, მე მინდოდა თვითონ დავწუნებულიყავი იმ სულისკვეთებაში, რაც თქვენთან არის და გითხრათ სიმართლე რომ მინისტრ კაბინეტს მადლობა თქვენ რომ ასეთი ღირსეული ხალხი. პრემიერს მიმართეთ რამდენჯერმე? პრეზიდენტს მიმართეთ ერთჯერ. არა, ბოდიში, ორჯერ მიმართეთ. მოდი ასე შევთანხმდეთ. და პასუხი რა იყო? ანუ აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ რა. პასუხსაც აქცე მე? აბა არჩევნების დრო არ არის ჯერ. მათი ვიცით, მაგრამ სალიეთი გაზრდილი კაცი, ჭიათურის სოფელია სალიეთი. ვიცი? ვიღაც პაატა მოდებაზე, წარგვისდრა აგერ ზუსტად აქედან 10 მეტრაში უკან. და პირდაპირ ესე რა, არავით არის. პირდაპირ დაუმალავად, პირდაპირ ღიად, ანუ ჩვენ ესე უკვე 54 დღე რო ქუჩაში ხარ ეხა. ჩვენ რა გვინდა ქუჩაში და რა ჩვენი საქმეა აქცია. ჩვენ ვარ ჩხომელი ხალხი ამას ვიზახით და ჩვენ უნდა ვიშრომთ. აქცია არ არის. 13 დღეა შემშილობს. 13 დღეა უკვე მე პირადად გაშიშილობ და უკვე არ არის პრობლემა იმის. ჩემ ხალხს ამდენს დაჭირდება, მანამდე ვიქნები და პაატას, მაგ პაატა მოდებაზის გამო ვიდგები მარტო აქ ფშიერი და მწყურვარი. და რატო? მოვიდა 54 დღეს. ჯერ ადამიანობაზე თუ გაქვს საუბარი, ოჯახიშვილობაზე თუ გაქვს საუბარი, ქართველობაზე თუ გაქვს საუბარი, იმაზე თუ გაქვს საუბარი, რომ ჭიათურაში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ჭიათურის გვარს ვატარებ. ერთ სოლიდარული ხო შეიძლება რომ 54 დღეა ქუჩაში გახარ და ადამიანი გამხნევა სოლიდარული ვარ თქვენს მიმართ და როგორ იწყებს საუბარს? ამის კადრებიც არის ყველაფერი გადაღებულია, თვითონ ეგონა რომ არავინ არ იღებდა და იმის საუბარი მარტო გავრცელდებოდა ისე რომ საზოგადოება ვერ გაიგებდა. მოდის და გვეუბნება უკვე 54 დღეს ეს ჭიათურელი კაცი. მე ვარ სოцკის მარჯვენა ხელი. პირდაპირ ამ საუბრით. მეო ნაყიდი მაქვს ტყიბულზეა საუბარი. არ გეგონოთ მარტო ქალაქი, თავის ხალხი და დამონებული მყავს. თქვენ გინდათ მუშაობაო? გამოყევით აგერ დაგიღოთ მაღაროსკარს და იმუშავეთ ოღონდ. თქვენ თუ გინდათ ჩემი მონობა. მე რა პირობებსაც შემოგთავაზებთ, იმ მონურ პირობებში უნდა იმუშაო.
და აი მაგის მერე მოიმატა იმ ტალღამ ნასვამი არა ჩაულებრივად კაცო ხიზელი ამოგებული ჩემია და ჭიათურაც ჩემია და პლუს კიდე ვინ არის პრემიერი და ვინ ერთი წამი და პლუს კიდე ვიღაცები უკვე გვაწებებენ იმას რომ თქვენ ან ოპოზიციაზე აქვს საუბარი რომ ის მხარე ხართ ის მხარე ხართ ეს მხარე ხართ ეს პიროვნება რომელიც მოდის და ამ საუბრის მერე რას გვეუბნება მე არ ვაღიარებ არც პრემიერ-მინისტრს არც ვაღიარებ ხელისუფლებას არ ვაღიარებ საერთოდ ანუ კანონმდებლობაში თუ ვინმე წვიტავს კანონს არ ვაღიარებ არც ეს მაგათმა ყველა მერთად ეს ქალაქი გაყიდეს და გიყიდეთ მე თქვენ ხართ ჩემი მონები და ეხლა იმას თუ გონია და მაგ წვით იღვიძებს და იძინებს ჭიათურელი ხალხი წესიერი მშრომელი ხალხი ვინმეს მონობას ვაპირებ და მით უმეტეს პაატამოდებაძის მონობას ვაპირებ და ანსოცკის მონობას და იმ მოდი შანტაჟით და მე მინდა გიხსნის რომ მე მინდა ბატონ პაატამოდებაძეს უთხრა მე მგონი თქვენ გონებიდან გადასული კაცი ხართ და ცუდად დაამთავრებთ იმიტომ რომ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო ხალხს რომ თქვენ ტიმული გაქვთ ნაყიდი და თქვენი მონები არიან და ეს ხალხიც გინდა თქვენი მონები გახდეთ არ აღიარებთ ხელისუფლებას არ აღიარებთ კანონმდებლობას ამ უსუსური ხელისუფლების ბრალია თქვენი ეს თავხედობა მაგრამ ეს საშიში თავხედობაა თქვენი მომავლისთვის არის საშიში თორე ამგან თქვენ ვერც მონებად გადაიხდით ვერც ვეგაიხდით და ვერც ამ ქალაქს იყიდით დიახ საქართველოს ხელისუფლებამ გაყიდა ჭიათურა ამაში 100% ამაში მართალი კი მართალი ხარ ამ ხელისუფლებამ გახადა გაუსაძლისი ჭიათურაში ცხოვრება მაგრამ ეს საღი ხალხია ფანტასტიკური ხალხია კიდე გეუბნები მიხარია რომ ჩემი თანამემ მე ვარ თქვენი თანამემამულე თქვენ ხართ ჩემი თანამემამულე ვირსებით სავსე ხალხი ხარ რაც შეგვეძლება ჩვენ მე მგონი ხელი ბევრ ადგილზე მიგვიწვდება ამას ყველაფერს ახლა მე იმდენად აგრესიული ვიქნები ამ ინფორმაციის გავრცელებაში და ამ მდგომარეობაზე მეტი არ შეიძლება რას ქვია ვიღაცა ბედავს დღისით მზისით ქვეყანაში რომ თქვენ ჩემი მონები უნდა იყოთო და მე თქვენ მაშინ რა გამოდის უნდა იერარქია ვიღოთ ხელში ადლობა ეს რა უბედურობაა დაამთავრა როგორ გითხრათ კიდე მიკვირს ტელეფონზე ზარი შემოვიდა ალბათ იქიდან უთხრეს რომ მიაყენეო და გატრიალდა წავიდა მერიაში მაგრამ ეს აზრი ოფიციალურად რაც მე ვთქვი ხატის წინ სალოცავით წინ დავიფიცებ თიშობლის წინაშე ვიტყვი რომ ეს ასე იყო და მარტო მე არ მომისმენია კადრებიც არის და ვინ არის დღემდე ვკითხულობ ანუ ოფიციალურად ვინ არის ეს პიროვნება რას წარმოადგენს ასეც რომ კიდე ასე არაკაცურად არა ადამიანურად რა მეგრძნობ თავ შეურაცხყოფილად რაც ამბობ და აგერ ბათოა აგერ ზაქარია მანქანაში გადაწოლილი გაივლის გამოივლის კიდე არა ადამიანურად უნდა რომ რაღაც ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე თავს გძნოს კომფორტულად მაგას მე ვაძლევ პირადად ერთ ურალო ადამიანი ლეხი ადამიანი ჭიათურაში გაზრდილი ადამიანი რომ მაგ პაატამოდებაზე სანამ მე ვიქნები ცოცხალი აი ჩემით კომფორტულად ვერ იქნება ვერასდროს განა ფიზიკურად და რაღაც არავის თან ფიზიკურობაში არ შევდივარ მან უნდა იცადოს მარტივი რამ ამ ბატონმა ამ შეგნებაზე ამ ადამიანობას მე სულმალე დრო როცა ის არა მარტო ვერ გამოჩნდება ჭიათურაში არამედ ვერ გამოჩნდება საქართველოში თუ გამოჩნდება და გასამართლება ძალიან მკაცრად შეიძლება მზის სინათლე ვეღარ ანახოს შეიძლება გქვა ჯერ რამდენად სწორად დავსვანგეთას ის მაინტერესებს და რამას ვიქნება თქვენ 90-იანებში როგორც გავიგებ ზანდებოდი დავდაცადებით არა ის სახელმწიფო კონტროლი არა გასაგებია ხო რა მნიშვნელია არა აქვს მნიშვნელი ჩემთვის პირადად მაგას მნიშვნელი არა ჩახედული ხარ საქმეში მაგრამ როცა მიდის ლაპარაკი სახელმწიფოზე და სახელმწიფოს ვეხებით ხო სახელმწიფო იმას ვერ მიაღწია როცა ეს მიიღიდა ჭიათურა და შეიქმნა სახელმწიფო პაკეტი და ვინ გაყიდა ჯერ ისიც არ ვიცი ნორმალურად მოგონი ხო ეკონომიკის სამინისტრო გაყიდა გარემოს დაცვის სამინისტრომ გაყიდა თუ მნიშვნელობა რა თავრობის გადაწყვეტილების გარეშე არ გაკეთდებოდა არ გაკეთებულა მაგრამ ამ 38 თუ 40 წინ რო გაიყიდა და შეიქმნა სახელმწიფო პაკეტი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ის რასაც ეს ხალხი ითხოვს და რასაც ჩვენ ვითხოვთ იქიდან თუ არაფერი დევს აი რა შეიძლება
რამდენი ხანია 7-ში გეიყიდა დღეს არის 46-ში გაზდის ვადა. 6-ში ხო, გაიყიდა არა, მაგას- 19 დეკემბერს. ხო და არა რამდენი წელია რაც არის გაყიდული და ამ 19 წელიწადში მარტო ჭიათურის დაქცევა იყო ჩადებული და მე რეაყვება თუ რა იდო ამ 40 წლის ანუ მანძილზე ხელშეკრულების შინაარსი გაინტერესებს. ხوار იქნება ხო ეგ არ არის ვიცით არა. თონესი ჩემიაზე ეგ არის მიასოგი მაგალითად აი იქ რადის ეს ჯერ ჩვენ არც ერთმა არის კი ბატონო, სწორი. მე მეორე გეიყიდა ჭიათურა კარგი გეიყიდა 2007 წელს გეიყიდა დააჯინა სააკაშვილმა გაკოტრების მართველი გაკოტრდა გაიყიდა ნულოვანი აუქციონით როგორც ვიცი 3 გიგანტი ჭიათურა ზესტაფონი ვარცერიგეს მაგრამ ახლა რო არიან და ჩვენ ჩავყარეს ასე დღეში და გაკოტრდა ის რომელიც იყო შეფესება ნულოვანით გაიყიდა. შეფეს- არ გადაიხადეთ. ნულოვანი იქიდან გამომდინარე 130 მილიონად გეიყიდა 3 გიგანტი 130 მილიონი ეგ საკუმაროთან არის ამ ყველა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია არის სადაც ყველაზე 7000 ხალხკაცემეტია დამახსოვრებული და რა არ არის გიგანტი გასო და ეს ფასი ამასთან შედარებით რა არის მაშინ არაფერი. ხო ეს არის გასაჩუქრება ერთი მაღაროს, ითხვისის მაღაროს ჯართის ღირებულება არის 130 მილიონი დოლარი, რაც ეხლა შეიძლება დავშალოთ მაღარო გამოვიტანოთ ჯართად და მიაღწევს მაგ ციფრს. ხო და აი რის ეს რო გეიყიდა მიიყიდა ეს სამოიოიდე ერთ კომპანიას დღეს რო წევიკითხე გუშინ იყო თუ გუშინ წინ იმაზე რაც და ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ 11 შეფესი არის რის საფუძველზე დავყეს ჯერ ეს შეფესეება რა სარგებელი ნახა პირველ რიგში ხალხმა იმათორ რომ ეს გასაგებია ჩვენ ნახეთ ის რასაც დღეს ხდება ციატურაში და რაც უკვე 2019 წლიდან ხდება ხო, თითქმის ყოველ წელს. ხო უკვე 3-4 წელიწადი არის სრული წელიწადი მაღაროს არ უმუშავია ხო ასე არის და საბანკო პრობლემები იმატებს და იმატებს ყოველ გაჩერებას. ხო და ჩვენ ვახსენებთ სახელმწიფოს ეს მოდის და სახელმწიფოს უთქიცებს რომ მე თვითღირებულება გამექცა უნდა გაკონტრდა ეს ობიექტი და არ მიღის და ხალხი უნდა გაუშვა სახში ხო გაკონტრდა არასდრო კომპანია გაკონტრდა კომპანია თუ გაკონტრდება მაშინ სახელმწიფო უნდა გადაიბაროს მართლობა და მოიძიოს ახალი ინვესტორი ხო ასეა ერთ-ერთი კიდე გეუბნებით აქ კომპანია რისი თავხედობის უფლებაც აქვს მიცემული საკუთარი ინტერესებისთვის აკეთებს იმას ის რომ თქვენ ამ მდგომარეობაში ხართ ჩაყრილი არა როგორც მე ჩანს ბოდიში მე საერთოდ საუბარი თუ ის როცა ამბობს რომ 9-დან 12 დოლარამდე მიჯდება ტონა მადნის მოპოვება მე გასაგებია რომ არ ვიცი მაგრამ სახელმწიფო თავს უგანჯალებს ამ შემთხვევაში ასე გამოდის და ეძებს გამოსავალს ჩვენ მიმართებაში ხო არავინ არ იცის დღესდღეობით სოფლიო ბაზარზე თითქმის ყველაფრის ფასები დევს თაჟე გამდიდრებული ურანი თუ რამდენი პროცენტით არის გამდიდრებული ის დევს ურანი რომელიც როგორც შეიძლება გამოიყენოს სასწრაფოდ კი ყველაფერი ღია რა თქმა ფეროშენობის ფასის დევს მაგრამ თვითონ ნედლეული მარგანეცი როგორც მარგანეცი არ სადარდებს მაგ ვინმე მიცის ხალხო ფასი რა აქვს იმას სოფლიო ბაზარზე $1300 რამდენადაც ვიცი. ხო არავინ და მე რა მაინტერესებს თუ იცი საიდუმლო არ არის ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ არ არ ხელსაწვდომია ხალხმა არ იცის და აი ვერ შეყვალ ინტერნეტში და მარგანეცის ფასს ვერ წეიგით როცა იძაბება ეს სიტუაცია, მაგ დროს ხდება ეს. არც ერთხელ არ დებულა იმიტომ არ ყოფილა მე ჩემი ერთი 10 წუთი ჩემმა მეგობარმა მაგაზე 5 კაციან რესტორანი მეიგო ანუ მარგანეცის ესე იგი კიდე გეუბნებით არანაირი პრობლემა არ ჭიათურაზე კერობო საერთოდ საბაზრო როგორც ასე დევს ოქრო პლატინა პალადიუმი ურანი ყველაფერი ფეროშენადნობის მარგანეცის ფასი არა დევს ყველგან დევს მაგრამ ჩვენ როგორც აგვისწრებს მე შეხვედრაზე ვინც იყო ბიჭები დევს მაგრამ მაგ ფასები ყველაფრის ფასები რო ამოყარო ინგლისის ბირჟაზე 2500 евро უნდა გადაიხადო რომ ეს ფასები არ არის ეს პრობლემა სხვა რამეში არა რა არის თუ იცი სახელმწიფო დებიჯერო არ არის დაინტერესებული თავის წიაღის სეულის ღირებულება რა არის სოფლიო ბაზარზე და რო უკანჩალებს და ტონა მადანი უჯდება სოფლად და შეექმნა კრიზისი
თქვენ რა გონია შემთხვევით ლამაზი თვალების ხო და როცა არა გასაგებია მაგრამ როცა ვსაუბრობ ჩვენ სახელმწიფო უნდა იყოს ვალდებულებაო ხო სად ვსაუბრობთ მე გითხარით სახელმწიფო არ ყავს ფაქტურად ასე გამოდის იმიტომ რომ სახელმწიფო რომ იყოს 13 დღე არის ბიჭების შიმშილობენ 13 სიტყვა არც ტელევიზიაზე არ ყულა იმის მაგივრად რომ ეგერ სასწრაფო უნდა იდგეს უკვე 24 საათზე რას ხედავ რადიო ტელევიზიის მანქანები დიან და ეგა სასწრაფო კი არა, ამდენი ხანია სიმშილობა, ერთი ბიოტუალეტი ვერ დაგვიდგეს აგერო ყურადღება მიაქციონ ელემენტარული. რუსთაველზე ყოველდღე ტაშფანდურას მოდი ასე გავაკეთოთ. კოორდინირებულები ვიყოთ. კიდე გეუბნებით, მე მადლობა თქვენ რომ აცეთები ხართ. ჩვენ რაც შეიძლება დავლაგდებით და უახლოეს ხანში თქვენ ნახავთ როგორ გავახმიანებთ ჩვენ ამას. კიდე გეუბნებით ილუზიები არ გვინდა, ემოციები არ გვინდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ნება ჭიათურის როგორც სოციალური პრობლემის გადაწყვეტა. ეს არის გაცილებით დიდი ამოცანა, ვიდრე ერთი საწარმოს საკითხია. სწორად გაქვთ ყველაფერი ნაფიქრი, მომავალი ამ ქალაქში არ იქნება თუ ახლა არ დაიწყო მუშაობა, ხო? გავახმიანოთ ყველგან მივატინოთ თავარი არის თქვენ გაქვთ სწორი პოზიცია. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომელსაც ვერანაირი ადამიანი აი ძვრას ვერ უყურს. და მიუხედავად თქვენი მძიმე მდგომარეობისა, თქვენ საოცრად თანამშრომლობისთვის ხართ მზად მთავრობასთან, რომელსაც ჭიათურაც ფეხებზე კიდია და ყველა ჭიათურელი ერთად აღებული. აი ეს არის რეალობა, რა კი თქვენ ამ დღეში ხართ, მაგრამ კიდე გეუბნებით, გონივრული მოქმედებით და სწორი მოქმედებით, ყოველგვარი ემოციების გარეშე შეიძლება შედეგი დაიგოს. და მთელი ჭიათურა დავზექით უკვე გამოვიწყოთ ხანა პაადამოდებაზე რო საუბრობთ. ანუ ვინც არიან დაჭერილები ახლა ყველა ჭიათურლები არიან და ყველა საერთო სანათესაო რაღაცა კი, მაგრამ უშუალოდ ის რო ვთქვათ სუფრაზე დამჯდარიყავი დანარჩენებთან და რაღაც იმას ხსნი რომ მერაბი სარალიძე რომელიც დაჭერილია აი ვიცნობ ადამიანს იმის გაზრდას ვიცი მშობლების გარეშე გაიზარდა გაჭირვებაში გაიზარდა აქეთ ცოლშვილი დატოვა შვილი და ორი შვილი დატოვა და ადამიანი უკვე აღარ არის ახალგაზრდა უკვე სიბერისკენ არის წასული ერთი რაღაც ადგილობრივი პოლიცია ან რომელიმე განყოფილება არ შედავებია ამ თავის ცხოვრების მანძილზე რომ მერაბ შენ რაღაც დააშავე და პოლიციის ეზოში ფეხი არ ქონა ადამიანს შედგმული და ამ მოდებაზე რა გააკეთა იმ დღეს ზუსტად 54 დღეს აი ზუსტად ესე დაუქნია მერაბს ხელი იმიტომ რომ იცოდა რომ ის ღირსეული ადამიანი იყო და უკან არ დაიხოდა ღირსების გულით და ესე დაუქნია ხელი პირდაპირ რომ შენ მე მოხედავ პირდაპირ და მე დაგიჭერ შენ ეს ის განუცხადა და ფაქტი არის რომ ადამიანი დაჭერილი არის იმის გამო რომ იმას ძალიან უყვარს ჭიათური იმას ძალიან უყვარს ჭიათურლები იმას ძალიან უყვარს ღირსება და იმას ძალიან უყვარს ზემოიმერეთი მთლიანად ჭიათურა ამის გამო არის დაჭერილი ამ ქვეყანაში ყველა სიყვარულისთვის იჭერენ რო იცოდი ესე დაუქნია ხელი და შეპირდა რომ მე შენ დაგიჭერ ჩემი ხელი და რა გააკეთეს ახლა ჩვენ აქ ყავს პოლიცია რომლებიც სასწრაფო თუ არ დგას მაგენი მაინც განახოლმე რომ რაღაც პასუხისმგებლობას იღებენ რომ აქ რაღაც არეულობა არ იყოს და რაღაც და რა გააკეთეს იმ ღამით მაშინაც ანკარავში ვიყავი მაშინაც ნოშიმშილე ვიყავი და რა გააკეთეს ჩამოიყვანეს ქუთაისის სამხარეო და ერთ-ერთი იყო ზუსტად მოსაუბრე არა ჭიათურულად არა საჩხერულად არა ზესტაფონურად პირდაპირ ტყიბულელი პოლიციელი ჩამოიყვანეს იმის გამო რომ პაატამოდებაზე ჩვენ დაგვანახოს კიდე რომ აი მე პოლიციის ძალების მყავს ჩემი საკუთარი და თქვენ თუ უკან არ დაიხებთ და თქვენი მონა არ გახდები ყველა გაიზიარებს მერაბის ბედს მაგრამ ჩვენ აქ ის ხალხი ვართ მერაბის გულიზე ზუსტად და იმ სამი პატიმარის გულიზე კიდევაც არ დავიშლებით პირდაპირ მე აი მე ჩემ თავზე საუბრობ პაატამოდებაზის მიმართ 3 საათზე სანამ რა საჭირო იყო აქ სპეცრაზმის შემოშვება და რა საჭირო იყო სამხარეო რომელიმეს ადგილობრივმა პოლიციამ უთხრა რომ ეს ვინ არის რომ შეუძლია პოლიციის მობილიზაცია და აქ მოყვანილოების რატო არ შეეძლო ადგილობრივ პოლიციას რომ თქვათ მერაბ სარალიძე
დაბარებული ხარ პოლიციაში და იმან უარით ხო? კაც ეძინა თავის საკუთარ მანქანაში. კარებები ჩაკეტილი იყოს და ბაგაჟნიკი გაუგეს უკანა ის საბარგული გაუგეს და იქიდან შეცვლიდნენ და იქიდან გამოიყვანეს კაცი. კაცი რომელსაც შრომით აქ ხელები დახეთქილ იმას რა უნდა საპრობილეში და ერთ კაცს უნდა ახლა მე თქვა აი ჩემ თავზე ვიზახი მარტო რომ ამ ყველაფერზე თავი დავხუჭო უი ჭიათურაში თურმე მაღარო გაიშვეს და მე იქ ვიმუშაო და 1500 ლარი პირობითად ხელფასი მქონდეს და არც მერაბის შვილები მაინტერესებს როგორ იქნებიან მეობრივად, ფსიქიკურად, ადამიანურად, ოჯახისურად და მე ვიყო მხოლოდ მონა და ეს ადამიანი რომელსაც შრომით აქ ხელი დახეთქი გავახარო ერთი ამბიჭებს ახლა ამ დაპატიმრებულებს მაგას ვერ ღირსება მაგას რა ვიცი ბიბლიაზე დავდებ ხელს და დავიხსენებ მაგ ადამიანი ვერ გაიხარა როგორ არა 6 და 9 კი არა აი ღმერთი არ გაგიწყრეთ რა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავ თუ ეგ მოხდება და ამ ბიჭებს პატიმრობაში დატოვებთ ჩათვალეთ რომ ჩვენ უწყვეტი საპროტესტო იმებზე გადავალთ თვითონ ქართველთა დიდი გაერთიანება ყველა რაიონიდან დავიწყებ და დაუგებით ქვეშ გადაგიყოლებთ იცოდეთ ამ შრომელი ბიჭების დაპატიმრება ეხლა გვიდგას ახალი პრობლემა სოцკის უნდა რომ თავის რეჟიმის ქვეშ მოაქციოს აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ჭიათურაში წეღან სწორად აღნიშნეთ თქვენ ზემოიმერლებს განსაკუთრებული თავს არ ვიქებთ იმიტომ რომ განსაკუთრებული სპეციფიკა გვაქვს მიდგომა ერთობა და მართლაც საქართველოში 3620 ადამიანი ერთ ქალაქში იყოს დასაქმებული ძალიან იშვიათია საწარმო ერთი საწარმო იყოს ნებისმიერ ქალაქში საქართველოში ერთადერთი ვარ ჩვენ და ამავდროულად გვაქვს ისეთი მობილიზება ისე სწრაფად შეგვიძლია რომ შევიკრათ ისე სწრაფად შეგვიძლია რომ პრობლემის გარშემო გავერთიანდეთ რომ ეს ბევრს არ შეუძლია არც ერთ ქალაქში არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას და ყველაზე დიდი მშრომელი ხალხის გაერთიანება რა ხანია ჭიათურაში როგორც დაამონეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ რეალურად ესეა ზესტაფონში ერთი ადამიანი აღარ არის ხმისამომღები ფეროში ერთი ადამიანი არ არის ხმისამომღები უკვე ტყიბულში გვახსოვს ჩვენ ტყიბულის გამოსვლები გვახსოვს ტყიბულის შემტევი მებრძოლის სული აღარავინ აღარ დარჩა იმდენად შეაშინა ნებრძოლი ხალხი ზოგი პოლონეთში გააქცია და იქ მუშაობენ შახტაში ზოგი ტაქსაობს ზოგი ასე და ზოგი ისე და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ჭიათურა და ისევ სოцკის ხელით სოцკის რეჟიმით უნდა რომ ჭიათურა გატეხოს და უნდა გატეხოს პირველ რიგში იმით რომ მინიმუმ 1500 მაქსიმუმ 2000 ადამიანი ამ ერთ წელიწადში ამოათავისუფლოს ამ საწარმოდან შეამციროს მიწისქვეშა სამუშაოები იმიტომ რომ დღეს დილით 5 ტრაილერი სამაგრი მასალა ბიგა რომელიც სასიცოცხლოდ უკვე ჭირდება მაღაროებს რადგან 2 თვეა დაკეტილია და არ უმუშავია სასიცოცხლოდ ჭირდება ტყიბულში წაიღეს აქედან იმის ნაცვლად რომ აქ შემოქონდეთ უკვე 12 რიცხვიდან მუშა პროცესის აღდგენა აქ დაგეგმეთ და ხის მასალა სამაგრი მასალა ტყიბულში მია აი რამხელა 10 ორასთან გვაქვს საქმე მაგრამ აქ თავარია მისი რკინის ხელები უნდა შემოვიდეს ჭიათურა უნდა გაწდეს სულიერად ფსიქოლოგიურად უნდა დაყოს ორ ნაწილად და ამის შემდეგ აღარაზროს ჭიათურას და თუ არა ჭიათურას აღარ ექნება ხმის ამოსაღები დარწმუნებული ვარ რომ აღარაზროს აღარ ტყიბული აღარც ზესტაფონი არც კაზრეთი და რაც არის ესეთი ინდუსტრიული ქალაქები ხმის ამომღები წლების განმავლობაში აღარ არიან ერთადერთი თავისუფალი შრომელი მებრძოლი ხალხი ვართ ჩვენ რაოდენობრივად საკმარისი იმისთვის რომ შევაწუხოთ ნებისმიერი კომპანია და შემოგვიგზავნეს სოцკი რკინის ხელები მაგრამ მე რას ვხედავ ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს ჭიათურაში რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება და უნდა იცოდეს მთელმა საქართველოს ეს გახლავთ მანგანუმის ჭიათურიდან გატანა 70 დღე შესრულდა 70 დღის განმავლობაში კბილებით გვიჭირავს ჭიათურის შემოსასვლელები საიდანაც შესაძლებელია მანგანუმი გავდეს იყო შემთხვევა გაქონდათ ბიგა დავაკავეთ დავაბრუნეთ უკან მანგანუმის გატანა ჯერ არ დაფიქსირებულა მაგრამ მაშინ როდესაც ოფიციალურად გაჟღერდება 12 მაისს რომ კომპანიამ დაიწყო მუშა პროცესი ეს მუშა პროცესი არ იქნება 1000 და 2000 კაცის დასაგრება ეს მუშა პროცესი იქნება ფიქტიური
100 ან 200 ადამიანი სამსახურში გამოცხადება სამუშაოსთვის. გაიტანონ რაც ამის შემდეგ ლეგიტიმაცია ენიჭება კომპანიას, რადგან აღდგა მუშა პროცესი და ის დამარაგებული, დასაწყობებული მანგანუმი, რომელიც კოოპერატორებში ეზოებში იმყოფება ეხლა, სრული უფლება ექნება, რომ გაიტანოს, როგორც დღეს გაიტანა პოლიციის ძალით ბიგა. სამაგრი მასალა. ასე ექნება, მაგრამ თუ ეს მოხდება ჭიათურაში, ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვება, მაგრამ თუ მაინც შეძლებენ რეჟიმით ამის გატანას, ჩავთვალოთ, რომ ფეროს ძალიან დიდხანს აღარ დაჭირდება ჩვენგან მანგანუმი და ჩვენი მანგანუმი რა არის? აფრიკიდან სამწუხაროდ შემოდის ძალიან ბევრი რაოდენობით მანგანუმი, დაფიქსირებულია იმპორტი და ეს მანგანუმი მას ჭირდება როგორც სარკაზმი, როგორც შესარელი, რადგან მიიღოს სიმტკიცე და მიიღოს ხარისხი. და საკმარისი აქედან ჩატანილი რამოდენიმე თუნდაც მანქანა, რითაც გადააზავებენ აფრიკულ მარგანეთს და ასე ამუშავებენ ფეროს. ჭიათურა აღარ დაჭირდებათ, შესაბამისად მიწისქვეშა სამუშაოებიც აღარ დაჭირდებათ. მე ვარაუდობ მაქსიმუმ არჩევნებამდე კიდევ აფორჟალონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე ჭიათურაში, სიმშვიდე შეინარჩუნონ ჭიათურაში როგორ? ნაწილს ხალხისას 100, 200 ან 500 ადამიანს დაასაქმებენ, ასევე დაპირდებიან, რომ ეტაპობრივად თქვენ აგვისტოში, თქვენ ოქტომბერში, თქვენ დეკემბერში და ამ შემდეგ დაგაწყებინებთ მუშაობას, ოღონდ არ გაეკაროთ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც ინჟინრებს და ასე შემდეგ დირექტორებს, ვიზეც ზეგავლენა აქვთ, მოაწერინეს ხელი და მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ აქციის მონაწილეებთან არ ქონდეთ კონტაქტი და პირიქით იმუშაონ თავის თანამშრომლებზე, მუშახარ ხალხზე, რომ გადმოიბირონ თავის მხარეზე და ეს ყველაფერი როდესაც მოხდება, მარგანეცი გავა ჭიათურიდან ღმერთმა არ აქნას, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება, ოქტომბერით შემდეგ მოვა და დაიწყება ისევ მასობრივი დათხოვნა და ისევ ღია კარიერული მოპოვებით გადათხებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ზუსტად ღია კარიერული მოპოვება არის პანდემიურად, უკვე დაწყებულია იმ უძრავ ქონებებზე შეეხება და მაგალითი გვაქვს უკვე 25-ის დასახლება, კორპუსები, ალბათ ნახავდით ვიდეოში, როგორ კორპუსის ბალაველთან უკვე საძირკველთან თხრიან და იღებენ მარგანეცს, ასეთი მსგავსი კორპუსების ქვეშ მარგანეცს საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქის ტერიტორიაზე, აქაც მანგანუმია, სადაც ეხლა ჩვენ გავართ და ეს უნდა იყოს იაფი ხელმისაწვდომი უძრავი ქონება დამსაქმებლისთვის, დამსაქმებელი წყალებში, ოლიგარქისთვის, რომ დაანგრიოს, ამოიღოს და აღარ არსებობდეს აქ ვინმე შემდავებელ შემპასუხებელი. ჩვენ მაქსიმალურად ბოლომდე კბილებით ვიცავთ ამ ყველაფერს, არაფრის ფასად არ მიღებს მე ჭიათურა დავტოვო და გავიდე და ასე ფიქრობ მთელი ჩემი სამეგობრო იმის მიუხედავად, რომ ბევრი შანსი მქონია და ეხლაც მაქვს შანსი, რომ სხვაგან ვიცხოვრო და ბევრად უკეთესად ვიცხოვრო მატერიალურად და ფინანსურად, მაგრამ არა ფიზიკურად და სულიერად, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჭიათურის გადასარჩენად. კარგად ვიცით სოჭის საქმიანობა, სოჭის მზაკრობა ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო დონეზეც გვაქვს კავშირები და ვიცით, რომ ეხლაც ციხეშიზის კოლომოისკი დასანქცირებულია მსოფლიოსგან და ასევე სოჭი. ესეც დასანქცირებულია მსოფლიოსგან და არა აქვთ უფლება კომპანიები, რომლებსაც ფლობენ, ან გაყიდონ, ან მისგან მოწეული პროდუქტი ესე ჩაო, ნედლეული გაყიდონ. და ეხლა ვაკავშირებ ერთ რაღაცას, მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მენეჯმენტი, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ჩვენ მართალია მანგანუმს მოვიპოვებთ და მიგვაქვს ამერიკაში ექსპორტს უკეთებთ, მიგვაქვს რუსეთში ექსპორტს უკეთებთ, მაგრამ ჩვენ არ ვყიდით ამას, ჩვენ ვასაწყობებთ და შემდეგ ვალომბარდებთ. აი, აქ იკვეთება უკვე, რომ რახან მას არ აქვს გაყიდვის უფლება, ხდება შეგნებულად დალომბარდება, შემდეგ მისი ჩამორთმევა ვერ გადახდეს შემთხვევაში და ისევ თავისი კლანური მმართველობით რაც იწევს იაფად მანგანუმის გაყიდვას, ისევ ჩამორთმევას, ისევ თავისი კლანების მეშვეობით. აი, ეს არის მთელი მსოფლიო მაქინაცია და სქემა ჩართული, ჩემი აზრით აქ და ერთს ვიტყვით ბოლოსკენ, კომპანია 30,000 ლარს იხდის ჯარიმას წელიწადში იმისთვის, რომ არ აჩვენოს თავისი შიდა ბრუნვა ექსპორტზე რა გააქვს
რას ყიდულობს, რა ხარჯები აქვს გაწეული და წარმოიდგინეთ, წელიწადში 30,000 ლარით ჯარიმდება სახელმწიფოსგან. და ეს უღირს იმისთვის, რომ ციფრები არ აჩვენოს, რა იყიდა, რა გაყიდა, რა არის რეალური შესყიდვის მეგონიათ ეს არ არის საგადასახადო ინსპექციის მითითება, რომ ასე შეიძლება, იმიტომ მას ზევით დაავალეს ასე იყოს. თორე საგადასახადო სამსახური ამ კერძო წარმოებას ამოთხრის მიწიდან. კიდე გეუბნებით, ის რაც ახლა თქვენ თქვით, საგადასახადო სამსახური შეზღუდული არ არის, იმიტომ რომ ყველა ემორჩილება საგადასახადო კანონმდებლობას, მაგრამ საგადასახადო სამსახური არ ვერ შემოვა, იმიტომ რომ მას ზევიდან აკრძალული აქვს ამის გაკეთება. და იმიტომ აქვს აკრძალული, რომ თუ რამე შესყიდვები ხდება ჭიათურაში, ყველაფერს ავს საშუამავლო კომპანიები. საშუამავლო კომპანიები მაგალითად, რომელიც ყიდულობს $2 ტონა პროცენტს მანგანუმისას, ზესტაფონში ჩააუგდა $5 აბარებს, რუსთავში ჩააუგდა $7 აბარებს. ეს არაფრისგან შექმნილი ეს თანხები ვის ეკუთვნის, ან ვინ დგას ამის ଉପରେ. აწყობილი მექანიზმებია ფულის სხვადასხვა ეტაპზე ასევე სპეციალური მმართველი, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო მმართველი დგას ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით, რადგან ლამის 9 მილიონი 416 მილიონით დააჯარიმეს, ლამის 9 მილიარდით დააჯარიმეს გარემოზე მიყენებული ზიანის გამო და ამ თანხის სანაცვლოდ მე მიმაჩნია ამ თანხის 9 ისევ ჭიათურის გარემოს უნდა მოხმარებოდა, არ მოხმარდა არაფერი, უფრო მეტიც ორმოებიც კი არ არის გადასწორებული 2017 წლიდან დღემდე და იქ იხჩობა ადამიანი იმ ორმოებში ჩამდგარ წყალში და იქ იხჩობა ცხოველები. და მეორე არის ეს რადიაციული გამოსხივება თუ დაბინძურებული წყალი თუ რა ვიცი კიდევ ბევრი გამოსხივება და ასე შემდეგ, რაც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, რაც იწვევს გულსისდავრთა დაავადებებს ჭიათურაში და მე მგონი ჩემპიონები ვართ ამ ორ ავადმყოფობაში და ეხლა სულ მალე, როდესაც მუშა პროცესი აღდგება, უკვე დაიწყეს მძიმე წონიანმა მანგანუმით დატვირთულმა მანქანებმა სიარული, მაგრამ ეს არ არის სრული დატვირთვა, ეხლა დაიწყეს 2-3 ჯერ, მაგრამ როდესაც კომპანია მუშა პროცესის აღდგენას გამოაცხადებს, აქ უბრალოდ ვერ ისუნთქებ ადამიანს. იმიტომ რომ აქ დევს ჩვეულებრივი მტვერი და თუ ერთი დღით მაინც ჭიათურაში დააყენებთ მანქანას, დავანებოთ ყველაფერს თავი, საღამოს იმხელა მტვერი დაგვხვდებათ მანქანაზე, რომ მარტივია იქ ბავშვი როგორ უნდა ცხოვრობდეს აქ და ადამიანმა როგორ უნდა გაძლოს აქ, როგორ უნდა იცხოვროს. მაგრა იყავით და ერთი იყოს. გაიხარეთ საქმეში და ჩვენც გვიგულეთ გვერდით, რაც კი იქნება შესაძლებელი. ამას თანდათან ნახავთ. კონტაქტზე ვიყოთ ერთმანეთთან. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში, გისმენთ და ვიცი ძირითადად თქვენი მიმართულება, თქვენი შინაარსი, რას ემსახურება და რა მიდგომები გაქვთ ამ საკითხის მიმართ და ზოგადად საერთო საქმის მიმართ ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე ძალიან განვიცდი იმ გადინების სტატისტიკას, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას და რეალურია. სამწუხარო ფაქტი ის გვაქვს, რომ უკვე დაინტერესებულია ჩინელები ჭიათურითაც, ჭიათურაში ქალაქის მერი შეხვდა ჩინეთის ელჩს. ხო, არ მოგესმათ, ზუსტად ესეა. შესყიდულია უკვე ერთ-ერთი სკოლა, მერვე საშუალო სკოლა, ჩვენი ინფორმაციით და იქ აპირებენ დასახლებას, ოფისის გამართვას და ასე. ანუ ფესვების გადმას და ამის შემდეგ რას მოახერხებენ და რას დააპირებენ ჭიათურაში, ცალკე საკითხია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩამომსვლელი და მით უმეტეს თქვენნაირი ადამიანები, ვინც ამ საღამოს ჩამობრძანდით, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ არასდროს გვაქვს ჩვენ დიდი გრანდიოზული აქცია ბიჭების გამოშვებისათვის, სოლიდარობისათვის. დიახ, ხვალ გვაქვს ვის პირველ საათზე აქცია, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თქვენ გქონოდა შესაძლებლობა გამოსვლა და საერთო საზოგადოებისთვის ძალიან დიდი იმედი იქნებოდა. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დამაიმედებელი იყო, რადგან სოცკი და მისი ოლიგარქია უკვე ახლოს მოდის რა. აი აქამდე ტყიბულიდან იყო იმუქრებოდა, ეხლა უკვე სანატორიუმი, რომელიც მუშათა კლასს ეკუთვნოდა წლების განმავლობაში, იქ მე პირადად ცხოვრობდი, ვიძინებდი, ვიკვებებოდი და შემდეგ მივდიოდი სამსახურში. ეხლა
აგვიკრძალეს იქ ყოფნა, იქ ცხოვრება და თვითონ თავისი ოფისები გამართეს. ამიტომ ნელ-ნელა გვიახლოვდება და როგორც ნელ-ნელა გვიჭერს მარწუხებს და უნდა რომ დაგშალოს, შეგვაშინოს, დაგვაშანტაჟოს და აი მართლა მონურ პირობებში ვამუშაოს. რასაც ნამდვილად არ შეეგუება, მე პირადად არ შევეგუები და ჩემნაირი ამაყი დიახვრელი ძალიან ბევრი. ეგ შემთხვევით არ წერია რომ ჭიათურა ჩვენი სიამაყეა. დიახ, ჩვენი სიამაყეა და სოцკის ვერაფრით ვერ დაუთმოთ და მისნაირ ოლიგარქებს. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა მობრძანებისთვის. გაიხარეთ, გაიხარეთ. საინტერესო საუბრისთვის აი ესეთი მძიმე მდგომარეობაა მეგობრებო, ჩვენ ახლა გავაშუქეთ, დავალაგეთ კიდევ როგორ გავაგრძელოთ. ფორმისთვის არ ო, დაგვიწყდა. ჩვენ უნდა ეხლა მე უკვე ვიცი სრული ინფორმაცია. დანარჩენი რასაც გავაკეთებ თქვენ თვითონ და როგორ გავახმიან. გაიხარეთ ბატონო ბატონო, აგერ მეგობრო, მე ამ ბიჭებთან კარგი ხალხია დიდი ძალიან. მადლობა, დიდი მადლობა, რომ ესე გაგვამხნევეთ, გვესტუმრეთ. რაღაც იმედის ნაბერწკალი გაჩნდა, რომ ყურადღებას ვაქცევენ ზემოდან ცენტრალური დედაქალაქიდან და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ გვყავს ძალიან კარგი იურისტები, ადვოკატებიც მათ შორის და კი. და ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად ჩვენ გვერდით იყო რა. მიზანმიმართულად ცოდნით, გონიერად ვიმოქმედოთ, შედეგი იქნება. თუ არ იქნება, ამას დიდი პროტესტი მოკლდება. კარგით, ჩვენ დავასრულებთ ახლა ამ ეთერს მეგობრებო და შემდეგში